მოგესალმებით. დღეს შემოგთავაზებთ პატარა ვიდეო, სადაც tiles-ს გავაკეთებთ. რომელსაც ექნება თავისი collision shape-ი. ნახავთ, როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ tile player-ი და ასევე როგორ შეგვიძლია გავაკეთოთ auto tiling-ი, რომელიც არის საკმაოდ მარტივი გზა, როგორ შეგვიძლია დავხატოთ ეს ყველაფერი ისე, რომ ყველა ჯერზე რაღაც ხელით არ დაგჭირდეს, რომ ჯერ ერთი მოვათავსოთ, მეორე და ასე შემდეგ. კარგი, ეს ასე გამოიყურება დაახლოებით ის პროექტი, რომელიც მაქვს გაკეთებული და ჩვენც შევეცდებით, რომ მსგავსი რაღაც გავაკეთოთ. მანამდე შემიძლია, რომ წინა პროექტში გადავიდე და წინა პროექტი, წინა ვიდეოებში, რაც არის მაგის დასრულებული ვარიანტი არის, რომ რაც გარკვეული ქარაქტერი ყავს, რომელიც მოძრაობს. შეგიძლიათ, რომ თქვენც იგივე ვიდეოებს მიყვეთ, ან კიდევ უბრალოდ შეგიძლიათ რაღაცა ძალიან მცირე პატარა ქარაქტერი გააკეთოთ, რომელსაც უბრალოდ რაღაცა მოძრაობა შეუძლია, ან თუნდაც ეგეც არ არის აუცილებელი, შეგიძლიათ ავტომატურად დაიწყოთ. ესეთებისთვის მაქვს მომზადებულია ეს night field-ი, რომელიც, საკმაოდ მარტივია და რომ მიუხედავად იმისა, რომ 8-8-ზე არის და ჩვენი ქარაქტერი ცოტა განსხვავებულ ზომაზე არის, მაინც შეგიძლიათ იგივე გამოიყენოთ. ეს მითითებული იქნება, რა თქმა უნდა, description-ში შეგიძლიათ გადმოწეროთ, მოდი მეც თავიდან გადმოვწერ ამას და გადავიტან ჩემს ესეთების ფაილში. აქედან მე მჭირდება tileset.png, რომელიც არის მხოლოდ ეს. შემიძლია ავიღო, წამოვიღო ამ playground-ში და სადმე ჩავიდო მაგალითად აქ. შემიძლია საწავიდო. მოდი environment-ში გავაკეთებ folders tilesets დავარქმევ. და აი ამ tileset-ში ჩავიდებ ამ ჩვენს png-ს. და აი აგერ გვაქვს, რომ შევხედოთ ორი დესცენაში როგორ გამოიყურება, აი დაახლოებით ასეთი რაღაც არის, რომელიც შეგვიძლია დავანაწევროთ და შემდეგ გამოვიყენოთ. კარგი, დასაწყისისთვის ესე იგი შეგვიძლია ეგეთი რაღაცა გავაკეთოთ. მოდი პირველ რიგში ამ ჩვენს პლატფორმას მოვაშორებ, იმიტომ რომ არაფერში არ მჭირდება. ეს მეორე პლატფორმა რომელი არის საერთოდ? ეს დიდი პლატფორმა რომელიც არის. კარგი, მოდი ამ ორივე პლატფორმას ერთსაც და მეორესაც მოვაშორებ. იმიტომ რომ აღარ მჭირდება და ამის მაგივრად რა თქმა უნდა tiles-ს გავაკეთებ. მოდი ცოტა player-ზე გადავალ და players კამერაზე ცოტა zoom out-ს გავაკეთებ, იმიტომ რომ მე მგონი არის კიდევაც და აქ მაქვს გადადებული scale. მოდი იყოს 1:5. მე მგონი ეს ნორმალური იქნება. კარგი, background-ები აღარ მჭირდება, მოდი playground-ს მოვნიშნო და ახალ node-ს დავამატებ. ახალი node უნდა იყოს tile map layer-ი. ორი არის, tile map-ი და tile map layer-ი. Tile map-ი არის ძველი node-ი და ეს აღარ გამოიყენება, ამის შემცვლელი არის აი tile map layer-ი, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ. კარგი, პირველი მოდი ეს იყოს ground-ი. Ground-ი დავარქვათ ამ იმას. ამ grounds, როდესაც გავხსნით, აი თუ დავაკვირდებით, აი აქ დაბლა ეგეთი რაღაცა tile map-ი გამომიტანა, როგორც აი მაგალითად animation player-ის დროს ხდებოდა, ხო? პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთოთ, მჭირდება მე tileset-ი. მოდი ეს empty რო აწერი ამას დავაწვეთ, tileset-ი მოვნიშნოთ და შეიქმნება რაღაცა ახალი tileset-ი და აი აქაც რაღაცები შეიცვალა. აი, ამას როდესაც ჩამოშლით, აი აქ არის ზოგადად კონფიგურაცია, როგორ უნდა მოხდეს ამ tileset-ის კონფიგურაცია. ეხლა ჩვენ მე მეწერა კიდევაც იქ და აი აქაც აწერია, რომ ეს ყველაფერი ეს ჩვენი tile map-ი არის 8:8-ზე. ასე რომ აი ეს 8 პიქსელზე აუცილებლად უნდა დაემთხვეს აი ამ ზომას. წინააღმდეგ შემთხვევაში რაღაც გარკვეული სდომილებები იქნება. მოდი აქ 8 მოვნიშნოთ და აქაც 8 მოვნიშნოთ. ეს ჩვენი tileset წამოვიღოთ და დავაგდოთ აქ. ეს შეგვიძლია ერთი გავაკეთოთ, მეორე შეგვიძლია უბრალოდ პლუს დავაწვეთ, მე atlas გადავიდეთ environment-ში, tileset-ში და ეს მოვნიშნოთ და აბსოლუტურად იგივე იქნება. ამ შემთხვევაში yes გვჭირდება. Yes, როდესაც ვაკეთებ, აი ამას ავტომატურად მინიშნოთ. და ახლა თუ დავაკვირდებით, ნახეთ, აი ესენი კუბები ისე მომინიშნა, რომ არც გადაცდომა და არც არაფერი არ არის. მაგრამ მოდი ეგეთი რაღაცა გავაკეთოთ. აქ 16 დავდავოთ და აი აქედან გავაკეთოთ ეს ყველაფერი. ნახეთ, თუ დავაკვირდებით, ამის ზომა ცდენილი არის. ანუ იმის მიხედვით უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი, თუ როგორ არის დახატული ეგენი.
რომ მე ჩვენ შევძლოთ მაგის ცოტა ნორმალურად გამოყენება. კარგი ბატონო, აი ასე არის. ეხლა თუ დავაკვირდებით აი ამ atlas რო ვაწვევით ხოლმე, the atlas section was modified, რაღაცა გინდა რომ atlas შევქნო. ამ node-ს თუ დავაწვევი, ეს პრობლემა არ არის, მე შემიძლია ხელით მოვნიშნო და ისინი გამოვიყენო, რომლებიც მინდა რომ მართლა გამოვიყენო. მაგრამ ამ შემთხვევაში ხა მეზარება ხელით გაკეთება ყველაფრის, ასე რომ უბრალოდ შემიძლია რომ ჩავაგდო, yes დავაწვე და აი ეს არის სულს. ეხლა თუ დავაკვირდებით ამ tileset-ში, ეს tile map layer-ი რო გავხსენი, ორი რაღაცა არის. ერთი არის tile map-ი, მეორე არის tileset-ი. მარტივად რომ დაიმახსოვროთ ეს ყველაფერი, რომელი არის, tile map-ი არის უშუალოდ map-ის შექმნისთვის, ანუ სახატავი არის. და აი მარტივად მიხვდებით კიდევაც ნახე, აი pen tool-ი აქვს, რაღაცა bucket-ი აქვს და ასე შემდეგ აქვს. და tileset-ი არის ამ tileset-ის კონფიგურაციისთვის. კარგი, მოდი ჯერჯერობით რაღაცები დავხატოთ. ავიდეთ tile map-ში, მოვნიშნოთ მაგალითად, აი მაგალითად ეს ადგილი მოვნიშნოთ და აი შეგვიძლია რაღაცები დავხატოთ. აი მაგალითად ეს ავიღოთ, ესე დავხატოთ ერთ ხაზზე. აი ეს მაგალითად არის, აი ეს თული არის ზოგადად მოსანიშნი, ხო? ამით შემიძლია რაღაცები მოვნიშნო, მაგალითად Ctrl-C და Ctrl-V გავაკეთო და აი გადავაკოპირო მაგალითად ეგეთი რაღაც შემიძლია გავაკეთო. ეს არის ზოგადად pen tool-ი, რომელთაც რაღაცა ხატვა შემიძლია. შემიძლია აი ეს დავხატო და რაღაცა. აი მაგალითად თუ მინდა ეხლა რომ ეს შევავსო ეს ყველაფერი, აი შემიძლია რომ ეს rectangle tool-ი მოვნიშნო და აი მაგალითად აი ეგეთი რაღაც გავაკეთო, რომ დიდზე მოვნიშნო და აი ეგეთ რაღაცას გამიკეთებ საბოლოო ჯამში. აი აქაც შემიძლია რაღაცა ესეთი რაღაც გავაკეთო, თუმცა რაღაცა ასახტომებით არის და აქ შემიძლია კიდე გადავიდე, აი ეს მოვნიშნო, ეგეთი რაღაც გავაკეთო. და აი აქ მივყვა და ეგეთ რაღაც გავაკეთო. ეს არის line tool-ი შემდეგი, რომელიც არის ფაქტობრივად ხაზი, აი თუ დავაკვირდებით, აი ხაზივით აკეთებს რაღაცას და აი კიბეებივითაც შეგიძლიათ ხოლმე გააკეთოთ საბოლოო ჯამში. აი ეგეთ რაღაც გავაკეთებ, აქ მე კიდევ ესეთი რაღაც დამჭირდება, აქ დაბლა ეგეთ რაღაც გავაკეთებ და ასე შემდეგ მოკლედ მივყვებით და ნელ-ნელა ვაკეთებთ ჩვეულებრივ შემთხვევაში ეგეთ რაღაცას. ეხლა თუ დავაკვირდებით ამას, აი მოდი ამებს დავშლი ხა. ხო, წაშლა რითი არის, მარცხენა ღილაკით არის რაღაცების დადება, მარჯვენა ღილაკით არის რაღაცების წაშლა. თუმცა წაშლისთვის ასევე გამოიყენება ეს eraser tool-ი, ამაზე როდესაც გადავცვლი, შემიძლია რომ ეს რაღაცები წავშლა. ამ შემთხვევაში line tool-ი მაქვს მონიშნული და შემიძლია ხა rectangle tool-ი მოვნიშნო და აი მთლიანი ნაწილი წავშალო მაგალითად ასე. თუმცა ნუ არ მჭირდება რომ წავშალო არაფერში. კარგი, ასევე მაქვს bucket tool-ი. Bucket tool-ი როგორ მუშაობს? აი bucket tools რო გადავცვლით, აი მე რაღაცა რომ მაქვს მონიშნული მაგალითად აი ეს. აი ამად შეავსებს მე ამას. აი ეს ხშირად გამოიყენება ხოლმე მაშინ როდესაც აი დაბლა ნაწილის შევსება მჭირდება ხოლმე, ხო? აი მაგალითად აქ თუ რაღაცები შევავსე, მე შემიძლია აი ამად გადავაკეთო, რომ ამ შემთხვევაში არ გამოვიდა, მაგრამ ნუ თავარი იდეა საბოლოო ჯამში ეგ არის. ეს არის picker tool-ი, რომელსაც რო ავირჩიოთ, აი მაგალითად ხა ეს მაქვს მონიშნული, ხო? აი ამას რო დავაწვევით, აი ავტომატურად გადაცვალა იმაზე, რომელსაც დავაწექით და შემიძლია რომ მარტივად გავაკეთოთ. აი ესენი ძალიან გამოსადეგი რა არის? ხა კონკრეტულად რა არის ეგ? აი მაგალითად მე მოდი ამაზე გადავცვლი და მაგალითად ეგეთი რაღაცა დავდე. მაგრამ მე მინდა რომ აი ეს გადავატრიალო, აი მაგისათვის შემიძლია რომ აი ეს გამოვიყენო, მე კიდე ეს გამოვიყენო, მე კიდე ეს გამოვიყენო. აი ესეც იგივე რაღაც არის, ხო? თავიდან ასეთი არის, ამას როდესაც დავაწვევი, მე ესეთი არის, ზემოთ რომ მე გადატრიალება ეს არის, მე ისე ამას გავაკეთებ და ეგეთი რაღაცა მივიღე საბოლოო ჯამში. ძირითადი ნაწილი ეს არის. ეხლა მოდი ჩავართოთ აბა თამაში. თამაში რო ჩავართოთ, ჩავარდება და არანაირი რაღაცა physics layer-ი არ აქვს, ხო ამას. ანუ რაღაც collision-ი ნამდვილად არ გააჩნია ამას. ეს ჩემ player-ი მაინც არ მომწონს, მაგრამ ცოტა დიდი არის. მოდი 1.3 იყოს. ჯანდაბას 1.3 იყოს. კარგი, ground-ში გადავალ. ეხლა როგორც თქვით, ჩვენ კონფიგურაცია გვჭირდება ამ ყველაფრის, რა თქმა უნდა, ხო? თავიდან უბრალოდ ნახატები არის, მეც არაფერს არ წარმოადგენს. აი აქ ჩამონათვალში, აი tileset-ის ჩამონათვალში თუ დავაკვირდებით, ნახეთ არის physics layer-ი. ეს physics layer-ი რო ჩამოშალოთ, აი აქ ნახავთ, რომ არაფერი არ არის ჯერჯერობით. მოდი დავამატოთ ეს physics layer-ი. ამას როდესაც დავამატებთ, აი ეგეთი რაღაცა ჩამოშალა და აი უკვე გაუჩნდა, ხო, collision layer-ი და collision mask-ი, როგორც აბსოლუტურად ყველაფერს გააჩნია, ხო? აი მაგალითად, აი ამათაც აქვს. კარგი. ესეთი რაღაცა გაუჩნდა. ეხლა ჩვენ თქვით, რომ tile map-ი არის ხატვისთვის, tileset-ი არის კონფიგურაციისთვის. გადავალთ ამაზე.
გადავალთ შემდეგ paint-ში და paint-ში არის ჩამონათვალი property-ების. ეს property-ები არის, აი ეს property-ების ჩამონათვალი არის ფაქტობრივად. მოდი მოვნიშნოთ ეს და აი რაღაც texture origin-ი ასე შემდეგ რაღაცები, terrains, probability და აი physics layer-ი გამომიჩნდა. ეხლა ნახეთ თუ მე ეს physics layer-ი არ მექნებოდა, აი აქაც არ მექნებოდა ეს physics layer-ი, ასე რომ აქედან დამატება არის აუცილებელი. კარგი ბატონო, მოვნიშნოთ physics layer-ი მოვნიშნოთ და აი აქ ეგეთი რაღაცა გამომიტანა, ნახეთ, აი ეს არის რაღაცა გარკვეული collision layer-ი. და შემიძლია რომ აი ამაზე რომ შესაძ მაქვს გადაცვლილი, აი ეს მოვნიშნოთ და აი ამას უკვე გაუჩნდა ეს collision layer-ი, ამასაც გაუჩნდა, ამასაც გაუჩნდა. ამ collision layer-ის გადაცვლა შემიძლია, აი მაგალითად შემიძლია ასეთი collision layer-ი გავაკეთო, ნუ არაფერს შემჭირდება ამ შემთხვევაში. მაგრამ შემიძლია. ეხლა აი აქ გვაქვს სამი რაღაცა, ეს არის პოლიგონის დამატება, ეს არის უბრალოდ რაღაცა edit-ი და ეს არის delete-ი რო გავაკეთოთ. აი მაგალითად ყველა წავშალოთ აქედან. შემიძლია მე რომ აი ამით add polygon-ით დავამატო ესენი. აი ეგეთი რაღაცა გავაკეთო. და საბოლოო ჯამში შევავსო ეს ყველაფერი. ეხლა ამაზე ხო ყველაზე ეს მჭირდება, ასე რომ შემიძლია პირდაპირ მოვნიშნო. მაგრამ აი თქვათ მაგალითად აი ეს არის, ხო? აი აქ ეს ხო რაღაცა პლატფორმა უნდა იყოს. ამ პლატფორმაზე მაგალითად ნამდვილად არ უნდა იყოს ასეთი, ხო? იმიტომ რომ ახლა თავიდან კაი, მოდი ჯერ მაგაზე გადავალთ, ესენი დავდესოთ, ალბათ უმუშაობს. მოდი ჩავრთოთ. დაჯდა ნამდვილად, შეუძლია აქ ახტომა, გადახტომა ჩვეულებრივად. მოდი ახლა მე დავამატებ აი ამას. გადავალთ tile map-ში. მოდი კაი, ვითომ და ეს იყოს. რაღაცა ესეთი იყოს. და რა ვიღოს ეს. რა მშობლი. ხვალ ასეთი იყოს მაგალითად. ეხლა ნახეთ ამაზე რომ დავიწყოთ ამაში, ნუ ჯერჯერობით ამას არანაირი layer-ი არ აქვს, ხო? აბსოლუტურად არაფერი არ აქვს. მაგრამ კაი, მოდი ცოტა ავამაღლებ ამას. ხა ამაღლებ როგორ არის? ამას მოვიდებ ხელს. წავიღებ ცოტა ზემოთ. ამაღლება იმის გამო მინდა რომ ქვემოდან მინდა რომ გაჩვენოთ ქვემოდან მინდა გაჩვენოთ რომ ეხლა ნახოთ აბა ზომებში თუ დაემთხვევა. ხო, აი ქვემოდან მინდა რომ ნახოთ რომ აი ის ნაწილი რომელიც არის ცოტა წესიერად გვაქვს გაკეთებული. კაი, გადავიდეთ ის tile set-ში და აი ეხლა აქ ამ ადგილზე ასეთი ნამდვილად არ მჭირდება. მე მჭირდება რომ აი ასეთი იყოს დაახლოებით. აი იმ შავ ნაწილს დავანებებ თავს. აი ესე მოვნიშნო ამებს მარტო. შავი ნაწილს დავაიგნორებ მოდი. ეხლა ნახეთ აი ამაზე რომ მქონოდა ის დიდი ნაწილი. აი ასე რომ მქონოდეს გაკეთებული. აი ასე რომ მქონოდეს გაკეთებული. რა მოხდებოდა? გადავიდოდით და იმდენად პატარა არის რომ აზრი არ აქვს. ხო, მოკლედ, საკმაოდ დიდად იქნებოდა რა. ხო, 8 პიქსელი ზედმეტად პატარა არის, ასე რომ მაინც და მაინც აზრი არ აქვს. მაგრამ ჩვეულებრივ შემთხვევაში ესეთ რაღაც შემიძლია შევცვალო, რომ მაქსიმალურად მოვარგო ეს ჩვენი collision-ი ამ ჩვენს მოთამაშეს. კარგი ბატონო. ასევე არსებობს ფიზიკაში ეგეთი რაღაცა, რომ აი ქვემოდან ახტომა შეიძლება რომ შეგვეძლოს მაგალითად. აი გრამში თუ გადავალ, tile set-ში თუ გადავალ, აი one way collisions თუ ჩავრთავ, აი ამ შემთხვევაში აი ესენი რომლებიც არის ახლა მოვნიშნე მაგალითად. შემიძლია რომ ეგეთი რაღაცა გავაკეთო. რომ ქვემოდან ავხტე, თუმცა აი ზემოდან რო დავხტე ჩვეულებრივად მუშაობს. და აი ქვემოდან ახტომა შემიძლია ჩვეულებრივად. თუმცა ზოგადად მაღალზე არის და ესე ამას ვიხმარო რომ ზემოთ ავიდეს. One way collision-ი ზოგადად ყველაფერს გააჩნია. აი მაგალითად აქ რო collision shape-ი დავამატო. აი collision shape-საც აქ one way collision-ი და ეს ზუსტად იგივეა, რაც აი წერან გავაკეთეთ საბოლოო ჯამში. კარგი, ეს ნაწილი იმედია გავიგეთ, მაგრამ ეხლა ნახეთ, ცოტა ვიწვალე კიდევაც და ეს ყველაფერი რო დავხატე.
საკმაოდ რთული არის, ხო, რა ასე ხელით მიყვე ყველაფერს, აი ცალკე ისინი გააკეთო, რაღაცა ისინი დახატო და ასე შემდეგ გადაყვე და საკმაოდ რთული არის მოკლედ. არსებობს მეთოდი, რომლითაც auto-tiling ქვია, რომლითაც მარტივად შემიძლია რაღაცების დახატვა. მოდი ახლა აი physics layers ჩავხურავ ისევ და physics layer-ის მაგივრად დავამატებ terrain sets. აქაც მოდი დემონსტრაციისთვის გაჩვენებთ, რომ აი paint-დან physics ასე იგი თალსეთში გადავედი. Paint-ში physics layer-დან მინდა რომ გადავიდე terrain-ში. Terrain-ში ჯერჯერობით არანაირი terrain-ი არ მაქვს. მოდი terrain set-ში გადავიდე, add elements დავაწვევი და აქ გვაქვს რამდენიმე რაღაცა. ანუ ამ terrain-ს რო დავაწვევით მათ corners and sides, მარტო corners და sides. ამ შემთხვევაში გადაცვლა ამის არაფერი არ გვჭირდება, უბრალოდ რაღაცა option-ი არის, რომლებიც შეგიძლიათ დატესტოთ ხოლმე. აქ არ სრულდება ეს ყველაფერი, მე terrain-ს ჩამოვშლით და add elements დავაწვევით. მოდი ეს იყოს, რა ვიცი, მოდი ground-ი დავაწეროთ და თუ გინდა მწვანე ფერი იყოს. ან ლურჯი იყოს, კარგად დავინახავთ. ანუ terrain-ში დავამატეთ ელემენტი და არა ეს ცალკე. ეს ცალკე რო დავამატოთ, ეს უკვე სხვა ის არის terrain-ი არის და ორი terrain-ი გვექნება მე. აი ახლა ამას ჩამოვშლით, აი ეს terrain 0 რომელიც გვაქვს, ეგ მექნება. კიდე terrain-ში ჩამოვშლით და ეს ground-ის გამოჩნდება აქ საბოლოო ჯამში. ეხლა ნახეთ, აი ესეთი რაღაცა გამოიტანა. ეხლა ეგ რას ნიშნავს? მე მინდა რომ გოდოთ მეუბნებებით რაღაცას რომ ამ terrain-ში შეიტანე ისინი, რომლებიც გინდა რომ გამოიყენო auto-tiling-ის დროს. ეხლა მე რომლების გამოყენება მინდა? მე მინდა რომ გამოვიყენო აი მაგალითად აი ესენი. აი ესენი მინდა ჯერჯერობით გამოვიყენო. ეხლა აქ კიდე ნახეთ რაღაცა მოსანიშნი გამოიტანა და ეს მოსანიშნი რა არის? ანუ აქ მარტივად რომ დავემახსოვროთ, მჭირდება მოვნიშნო ყველაფერი ის რასაც სხვა უნდა დაუკავშირდეს და კუთხე არ არის. ეხლა ამას თუ მოვნიშნავდი, გოდოდი ეგეთ რაღაცას გააკეთებს, რომ აი ამის იქით კიდე რაღაცას დასვავდა, მაგრამ ამის იქით ხო არაფერს დასმა არ მინდა, იმიტომ რომ ეს ან ეს არის როგორც ზემოთა ზედაპირი არის, ან რაღაცა კედლის მხარე არის, ხო? ესე რომ აქ რომ მოვნიშნე მარჯვენა კილაკს დავაწვევი და გამორთავ ამას. მხოლოდ და მხოლოდ შიდა მხარე მინდა, აქ ამეების მოვნიშნით ვეუბნები, რომ აი ამ ადგილზე აი აქეთ კიდე შეგიძლია რაღაცა დასვა. აქაც იგივე მხარე არის, აქაც იგივე ნაწილი არის, რომ აი ამის აქეთ მხარეს კიდე რაღაც შეგიძლია დასვა და ასე შემდეგ. კარგი, ამას რო გავაკეთებთ, მოდი ისევ tile map-ში გადავიდეთ და tile map-ში terrain-ში უკვე რაღაცა ესეთი რაღაც გამიჩნდა. შემიძლია რომ გადავიდე ამ ground-ში და ground-ში ეგეთი რაღაცა მაქვს. ეხლა აქ არ დაიბნეთ და აი ამეების მონიშნა არ დაიწყო. თუ ამეებს მოვნიშნავთ ხო, ამით დაიწყება და მე რაღაცებს გადააკეთებს. ანუ უბრალოდ აი ეს მონიშნეთ და ავტომატურად შეცვლის რაღაცებს. მოდი ამას ავშლი. ამას ავშლი. ეხლა ნახეთ, შემიძლია აქედან უბრალოდ დავიწყო ხატვა და ეს ავტომატურად გადააკეთებს რაღაცებს. თუ ძალიან რაღაცა გაჭედა და ასე შემდეგ რაღაცები გააკეთა, უბრალოდ ერთი ზედმეტად უნდა გადააკეთოთ, იმიტომ რომ ეხლა მიუხედავად იმის, რომ ეს auto-tiling-ი არსებობს, რაღაც გარკვეული ლიმიტაციები აქვს, ხო? აი მოდი კიდე რაღაცა ესეთ რაღაცა იმას კიბეს ავიგავაგეთებ, რომ ჩვენი პლეიერი ავიდეს და ეს დაბლა ჩამოსასვლელი რო იყოს, მაგალითად აი ეგეთ რაღაცა გავაკეთოთ, ეს თქვენც შეგიძლიათ დახატოთ, რა ვიცი, აბსოლუტურად როგორც გინდათ ისეთი მაგაზე პრობლემა არ არის. იგივენაირად შეგვიძლია ესენიც გამოვიყენოთ, მაგალითად, ნახეთ, აი ეგეთი რაღაცა გავაკეთოთ. აქ ეგეთი რაღაცა შეგიძლიათ რომ გააკეთოთ და შემდეგ შეგიძლიათ რომ აი ეს გამოიყენოთ, რომ ყველაფერი რიგზე იყოს. ეხლა ამებს ცოტას გავასწორებ. ხანდახან რაღაცებს მიხვედრა უჭირს ხოლმე, მაგრამ ნუ ეს ნორმალურია, ხო? საბოლოო ჯამში მე შეგიძლია აიღოთ და ხელით გაასწოროთ რაღაცა. ნუ ჯერჯერობით ნორმალური არის აბსოლუტურად, მოდი დავტესტოთ ეს ყველაფერი. ჩვეულებრივად შემიძლია მოძრაობა. რაღაცა ახტომა, იქ გადახტომა.
ასე შემდეგ რაღაცეები მოკლედ. ნორმალური არის აბსოლუტურად, ხო? ეგეთ რაღაც შემიძლია გავაკეთო. კარგი, მოდი ახლა დასაწყისშიც გავუკეთებ ამას. რომ არსად არ წავიდეს ჩვენი ქერაქტერი. ეგეთ რაღაც გავაკეთებთ. შემიძლია რომ ეს დაბლა მხარე რომელიც მაქვს აქ ისე ერთი დიდი ბექგრაუნდი გაკეთება კიდე შეგვიძლია ეს ბიჯები ხო გვაქვს მოდი კიდევ ერთი ბიჯი დავამატოთ აქ რომელიც იქნება just ან კიდევ რა ვიცი შეგვიძლია კაი მოდი ისევ პარალაქსით გავაკეთებ მოდი ეს იყოს main bg აქ შემიძლია გავაკეთო color rect ეს color rect მოდი იყოს კაი თავიდან როცა იქნება ამის ფერი მინდა რომ იყოს აი ეს მოდი ზომას გავუზრდი დიდი რო იყოს repeat გავაკეთოთ რამდენი ამის ზომა რამდენი აი ეს რო გაიმეოროს ეს გაიმეოროს თუმცა ავის მაინც შვება ეს რო ოდნავ შევამცირო რა პრობლემა სულ მალავ აბსოლუტურად ნორმალური იქნება საბოლოო ჯამში და ის წითელი ხაზი აღარ მეკნება კაი ოდნავ მაქვს ოდნავ კიდევ ოკეი შენერი ეხლა ეს თვითონ ნორმალურია რა და ის საბოლოო ჯამში ეგეთი რაღაცა მივიღეთ სადაც შეგვიძლია რომ რაღაც გარკვეული ისინი დავამატოთ ეხლა ნახეთ ეს ერთი გრაუნდი კი დავამატეთ და მე აქვე შეგვიძლია რეალურად თაილები და რაღაცები დავამატოთ მაგრამ აი ხანდახან რო გვინდა ხოლმე მივიცეთ რაღაცა სივრცის მიცემა როდესაც გვინდა ხშირად პრაქტიკაში ხდება ხოლმე ეგეთი რაღაცა და რეალურად აი რატო გვაქვს ეს tile map-ი და tile map-ი შეცვლილი tile map layer-ით არის ის რომ სხვადასხვა გქონდეს და აი მაგალითად მაგას დავარქვათ რა ვიცი decorations მოდი ამასაც ახალი tile set-ი მივცეთ ამ ახალ tile set-ში 8-8-ზე გქონდეს ეს ყველაფერი ეს ჩვენი tile set-ი ჩავაგდოთ და აი ნახეთ აი აქ მაგალითად გვაქვს აი ესენი ეხლა ამ შემთხვევაში აქ ხო არანაირი არაფრის მიცემა არ მჭირდება რეალურად ამაზე ხა auto tiling-ს ვერ გამოვიყენებ თუ მინდა ხელით შემიძლია ავიღო რაღაცები და დავხატო აი მაგალითად შემიძლია რომ ეგენი რაღაცები გავაკეთო რაღაცა სადღაც ეგენი გავაკეთო აქ რაღაცა 1-2 ესენი იყოს იგივე არის ბალახებზე მაგალითად აი ბალახები ჩავამატოთ და ასე შემდეგ აი აქაც შემიძლია რაღაცები ჩავამატოთ ასე 1-2 ყვავილი აქაც იყოს კიდე რა არის დეკორაციებში აი მაგალითად რაღაცა ხე არის ხო ეს ამ ხეს კიდე შეიძლება რაღაც გარკვეული ფიზიკა გქონდეს აი მაგალითად აი მოდი აქ გავაკეთოთ ხე რაცა ეგეთი იყოს რაცა ერთი ეგეთი იყოს ეს მთლიანად მონიშნოთ და მოდი დავსვათ ამაზე და ეს პატარა რაღაც ხე მივიღეთ ეხლა თუ რო არ მინდა რომ ვიწვალო შემიძლია მონიშნო Ctrl-C Ctrl-V აი ორი ხე არ საიდან მაქვს საბოლოო ჯამში აი საბოლოოდ ასეთი რაღაც გაკეთება შეგიძლიათ ბევრი რაღაცა არის ხა თქვენ როგორც გინდათ საბოლოო ჯამში ისე გააკეთებთ და
ბოლოს მივიღეთ რაღაც გარკვეული ასეთი თამაში, რომელსაც აქვს კონფიგურაცია ამ ჩვენი tile player-ის, ეს ხეები ზედმეტად პატარა არის, მაგრამ მოვკადდება რა თქმა უნდა შეგვიძლია. კარგი, ერთი სანამ დავამთავრებთ ვიდეოს, მინდა ის დაიმახსოვროს, რომ tile map-ის დროს, როდესაც auto tiling-ს ვაკეთებთ, ეს auto tiling-ი ყველა tiles-ს, ანუ ასეთ რაღაცას ავტომატურად ყველას არ აქვს. ეს საბოლოო ჯამში არტისტზე არის დამოკიდებული, რამდენად შეძლებს, რომ ყველაფერი გააკეთოს. ზოგიერთი არის ძალიან კომპლექსური, ძალიან ინდივიდუალური და შესაბამისად ყოველთვის არ მუშაობს ეგეთი რაღაცები, თუმცა ეხლა უმრავლო შემთხვევაში, როდესაც აი მარტივ tileset-თან და ასე შემდეგ ეგეთ რაღაცებთან მუშაობთ, ყოველთვის აქვთ ხოლმე, ასე რომ თუ მაგალითად რაღაცას დატესტეთ და არ იმუშავა, ეგ ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ან რაღაც შეგიშალოთ, ან უმრავლო შემთხვევაში არის ხოლმე, რომ უბრალოდ არ აქვს ამ tileset-ს კონკრეტული და მე გჭირდებათ, რომ ხელით გააკეთოთ ეგ ყველაფერი. იმედი მაქვს მოგეწონათ, გისურვებთ სასიამოვნო დღეს.